მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ, როგორც შეგპირდით, დღეს მე შემოგთავაზებთ, როგორც ახლა სათაური დამივხვდით PlayStation 5-ის მიმოხილვას, პირველად ქართული YouTube-ის სივრცეში, ექსკლუზიური მიმოხილვა ჩემგან და დღეს ჩემი ოპერატორი იქნება ჩემი უსაყვარლესი მეუღლე თეო. მესამე მაყურებელს თეო. გამარჯობა. მოკლედ, დავიწყოთ. დღეს იქნება მარტო unboxing-ი, მეტი არაფერი არ იქნება ესეთი unboxing-ი და პირველი ჩართვა. სიყვარული გითხრა ცოტა ისე ნერვიულობ მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ნივთი, ეს კონსოლი არის მართლა ძალიან მაგარი, უიშვიათესია იმის გამო რომ ეხლა საცხოდ პანდემია ძალიან ცოტა რაოდენობით არის გამოშვებული, ძლივს მოვასწარი ამის წინასწარი შეკვეთა, მოკლედ მთელი ამბები იყო ამის შეძენასთან დაკავშირებით და დღესაც დილიდან ველოდებოდი მეგობრებო და UPS-ი მუშაობდა საღამოს 9 საათამდე. და მომიტანეს რომელ საათზეა, 9-ს აკლდა 2 წუთი. საღამოს 9-ს აკლდა 2 წუთი, მომიტანეს. მე საერთოდ ხელი ჩაქნეული მქონდა, მეთქი დღეს აღარ მოიტანენ თქო, მაგრამ ჩვენთან არის. მოკლედ. 5 ძალიან მძიმეა მეგობრებო, გამოიყურება აი ესე, როგორც მიხვდით, ეს არის დისკიანი ვერსია, უდისკო ვერსია, დიჯიტალ ვერსია არის შავი ფერის ყუთში, ასე ვთქვათ, აი ამ თეთრის მაგივრად არის შავი ფერი. როგორც ხედავთ, აი ეგ არის მისი მახასიათებლები, PlayStation 5 რა თქმა უნდა, 8K მხარდაჭერა, 4K 120 Hz და HDR რა თქმა უნდა. თვითონ კონსოლი. აქ გვერდზე არის კლავ კონსოლი. უკან კონსოლი, მისია ეს, ასე ვთქვათ, მოკლე შინაარსი, მახასიათებლების. ამას ყველაფერს ცალკე ვიდეოში დავდებ მე უკვე, ცალკე ვიდეოც იქნება მის დეტალური მიმოხილვის მეგობრებო, დღეს უბრალოდ მოდით ახლა გავხსნათ 5, ესეთი შინაურული ვიდეო გავაკეთოთ. თან გვიანია, კამერა შტატივზე არც დამიდგია, თეო მეხმარება, როგორც გითხარით, დამიდგავს, უფროსორი იქნება მგონი. ხო, თეო, ცოტა ისე რა. თვითონ სტაბილიზატორზე გვაქვს კამერა რა, ხმიცი. ოხ, თეო რა, ძალიან ისეთი მომენტია ეხლა ეს. ოპა. ბაზარი არა. თხილად მოვექცეთ ხუთში. ესე. PlayStation. ოხრა თამაშები გველოდება, არ ვიცი თქვენ. უსერიოზულესი ექსკლუზივები მეგობრებო. და ძალიან მიამაყება ეს, რომ ქართულ YouTube-ს შევმატებ აი ესეთ მაგარ ვიდეოებს, ასე რომ. აი. 5 გამოიყურება შიგნით აი ესე. კომპლექტაცია. კვების კაბელი, დენის გამოიყურება აი ესე. სტანდარტული ჩვეულებრივი კაბელია მეგობრებო, PlayStation 4-ს იგივეა. კონტროლერი, DualSense, კიდევ ერთი ცალი, ერთი ცალი გვაქვს, აქ მიმოხილვაც ნახეთ. დევს ახსე, ვისაც არ გინახავთ. ეს ინსტრუქცია, რომელიც აქ გვჭირდება. კიდევ ინსტრუქცია, ეს აქ გვჭირდება. გადავდივართ. ეს სადგამი, ამას გაჩვენებთ მერე. HDMI კაბელი. ხილად ცოტა. USB Type-C, ჩვეულებრივი USB-ზე ეს არის DualSense-ის დასატენად, დასაკავშირებლად, შვენიერი. всё, აქ მეტი არაფერი. და თვითონ კონსოლი. ეხლა ნახეთ მეგობრებო, რა ლამაზი კონსოლია ჩვენი PlayStation 5. რა მძიმეა, ბიჭო. და ისიც. ნახეთ. აი ესე გამოიყურება მეგობრებო. ულამაზესი, უმშვენიერესი, უახლესი და უძლიერესი PlayStation 5. აზე ხარტევა ეს რა დღეა, ისტორიული დღეა ეს. ესე იგი, მოდით ახლა მიყვეთ თანმიმდევრულად. უკან კვების კონექტორი, HDMI პორტი, ინტერნეტის პორტი, USB 3 და 0-ია თუ არ ვცდები, თუ 3 და 1-ია, მოკლედ დიდი მნიშვნელობა მას არ აქვს, 2 ცალი.
და Kensington-ის საკეტი თუ არ ვწდები ესე ქვია მას. წინ ესე იგი გვაქვს ჩვენ USB Type-C პორტი, ჩვეულებრივი USB, ეს არის დისკის ღილაკი ასე დავარქვა და ჩართვის. ეჭირება ამას, არანაირი სენსორი არ არის. გამოიყურება ულამაზესად, მეგობრებო, მართლა ძალიან ეფექტურად გამოიყურება. მაგარია. რაც შეეხება ტექსტურას, აი აქ შიდა მხარეს აქვს იგივე ტექსტურა, რაც აქვს ჩვენს DualSense, ანუ აი ეს თვითონ ჩვენი PlayStation-ის ეს სამკუთხედი, ოთხკუთხედი ეს წრე და X-ი არის გამოსახული აი ამ ტექსტურაში, ოღონდ შიდა მხარეს ესეც ორადღება დეტალების მიმართ არის. ნუ ეხლა არ მგონია კამერამ დააფიქსიროს ეს. არა, ნუ არა უშავს ამას მე. ნუ იციან უკვე ძმებს ვენაცვალებმა, იციან აღარ უნდათ ეხლა ეს. რაც შეეხება გაგრილებას, მეგობრებო, ნუ გაგრილება ხდება აი აქედან, აი ამ გვერდებიდან. აქვს ძალიან კარგი გაგრილების სისტემა, როგორც ამბობენ და ამას უკვე მე დროთა განმავლობაში დავტესტავთ. ნუ ესე რა. რაც შეეხება ეხლა სადგამს, მოდით გაჩვენებთ. ნუ მე ამ PlayStation-ს დავდგავ გვერდულად, ანუ შეგვიძლია ორნაირად დავდგათ, არის ეს, ნუ დავაყენოთ უბრალოდ ფეხზე, აი ესე და აი ესე გვერდულად როგორც გითხარით. ჩემ შემთხვევაში აი აქ დავდგავ როგორც დგას PlayStation 4, იგივენაირად აი ამის ადგილზე ჩაენაცვლება უკვე 5. ანუ მოყვება ესეთი სადგამი. აი აქ ქვევით ჩვენ უნდა გქონდეს რეალდება, ხო, კი გვაქვს. აი მეგობრებო ესეთი აქვია მას. შურუპი, ხრახნი, სახრახნისი. ნუ მოკლედ, ხო მივხვდით რაც არის, რომელიც ეხრახნება აი აქ ქვევით. აი ეს ძრება ეხრახნება. მე ხამას მე არ ვიზავ, იმიტომ რომ ფეხზე არ ვაყენებ. და შემდეგ ხდება ამის დამაგრება აი ესე რა. ხო აი ესე მგონი. არა. აი ესე. არც ესე არა. ნუ მოკლედ ხო მივხვდით დგება აი ესე ფეხზე. მაგრამ მე არ მინდა ამის გაკეთება. კაი. დავდგავთ გვერდულად. всё, ნუ კომპლექტაციას რაც შეეხება, სულ ეს იყო მეგობრებო, მეტი, ნუ კომპლექტში არაფერი არ გვაქვს, აი ეს სამი კაბელი და DualSense. ეხლა ჩვენ გამოვაერთებთ PlayStation-ot. მოდი მაინც ზომებს გაჩვენებთ. შევადაროთ PlayStation 4-თან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალური მიმოხილვა, მეგობრებო, მონაცემებით, თამაშის ჩატვირთვის სისწრაფით, ანუ როგორ სწრაფად ტვირთავს თამაშებს და ასე შემდეგ. შემოგთავაზებთ ერთ-ორ კვირაში მსგავს ვიდეოს, აუცილებლად იქნება. დღეს უბრალოდ ზედაპირულად და პირველი შთაბეჭდილებები იქნება ჩემგან. მოდი ეს გამოვაძროთ ყველაფერი და უბრალოდ შევადაროთ ზომები. ჩემი საყვარელი PlayStation 4. აი ესე. აი ხა თქვენ თვითონ ახლა თუ რამდენად დიდია PlayStation 5. საკმაოდ დიდია. ნუ ერთი кейსის ხელაა, პისის ხელაა, რა შეიძლება ითქვას. მაგრამ ძალიან ლამაზად და ეფექტურად გამოიყურება. აი ესე განათება, აქ ესე ლუქში განათება, ხო ხვდებით რა. ძალიან მაგარია. კარგით მეგობრებო, მოგეთ ახლა დავდგავ ჩვენს კონსოლს და დაგიბრუნდებით. ესე იგი. აი ესე მოთავსდა ჩვენი PlayStation 5 მაგიდაზე. მინდა გითხრათ, აი მართლა ძალიან დიდია. მე ხავ დავფიქრდი და მე მგონი ჯობია რომ ფეხზე დავაყენოთ. და მონიტორის უკან დავდგათ სადმე, ან აი აქეთან, აი აქ გვერდზე ჩავდგავ, ნუ მოკლედ მე მოვფიქრებ ამას ადგილს, იმიტომ რომ აი ხა ესე რომ დავდგი მეგობრებო, მართლა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა მაგიდაზე და მე მგონი რომ მე რა ჩაჭედილი ვით არის დამეთანხმებით ალბათ. მოკლედ, პირველი ჩართვა, თუ შეიძლება შუქი გათიშე რომ აი უდნავ აი ეს განათება რომ ვაჩვენოთ რა. არ ირთვება. ცოტა არ ირთვება, იმიტომ რომ აქედან უნდა ჩავდოთ. და ნუ კონტროლერი დავაკავშიროთ მე კაბელით და ნუ იქ დაინახოს ასე ვთქვათ კონსოლმა. შეხედეთ განათებას უყურეთ. შესანიშნავი. გადავთოთ HDMI-ზე. რამდენი ხანი ველოდე მეგობრებო თქვენ არის თან კონსოლს. ძალიან დიდი ხანი ველოდე. პატარა ბავშვით მიხარია ხა მე ეს. ხო და იმედია ხა ყველაფერი კარგად იქნება. მოგეთ მეგობრებო, ჩავთეთ ჩვენი
კონსოლი. ცოტა სირთულეებს წავაწყდით პირველი ჩართვის დროს, იმიტომ რომ კონფიგურაციის რეჟიმში არ გამოქონდა გამოსახულება Elgato Capture Card-დან. შემდეგ რაღაცა სეტინგის გათიშვა მომიწია. აი ხა გაჩვენებთ უცებ. სად იყო? აი ამის გათიშვა მომიწია HDCP. პრინციპში წინა კონსოლშიც ამის გათიშვა მომიწია, რომ ასე ვთქვათ, აესახა Elgato-ს და OBS. ეხლა კი მშვენივრად ყველაფერი არის იდეალურად, მეგობრებო. არანაირი შეფერხება, არანაირი შეყოვნება. აი ესე გამოიყურება ჩვენი PlayStation 5-ის მენიუ, ინტერფეისი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერს გაჩვენებთ უფრო დეტალურად ჩვენს შემდეგ მიმოხილვაში, სადაც იქნება უფრო დეტალური განხილვა. რაც შეეხება სისწრაფეს, მეგობრებო, პირველ შთაბეჭდილებას აი მენიუს ინტერფეისს რაც შეეხება, არის ძალიან ლამაზი, ძალიან სწრაფი, ასე რომ ვთქვათ, აი ყველაფერი ხდება მომენტალურად. აი ეს არის Astro's Playroom-ი, რის საშუალებითაც ჩვენ გაგვაცნობენ ჩვენი ახალი DualSense-ის შესაძლებლობებს. ანუ ეს თამაში არის სპეციალური Sony-ის თამაში, ასე ვთქვათ. და ნუ ამასაც მე გავტესტავთ, მაგრამ მაინტერესებს აი ამ კონტროლერის შესაძლებლობები, ახალი ვიბრაციის სისტემა, ასე ვთქვათ, ნუ ეს ტრიგერებიც, ფიდბექი აქვს ძალიან მაგარი, როგორც ამბობენ. ნუ ყველაფერს ვნახავთ. ასევე აქვე გაჩვენებთ აი ჩემს ბიბლიოთეკას, თამაშების ბიბლიოთეკას, მეგობრებო, ყველაფერი არის საერთოდ, რაც კი მქონდა მე PlayStation 4-ზე, ყველა თამაში არის აბსოლუტურად, აი საერთოდ ყველაფერი. Ghost of Tsushima შეგვიძლია ვითამაშოთ, შეგვიძლია ვითამაშოთ ძველი FIFA-ები 20, 19, 21 ხო შეგვიძლია. ნუ აი ამ, ასე ვთქვათ, კონსოლისთვის სპეციალური ვერსია გამოდის 3 დეკემბერს. იქნება ძალიან მაგარი გრაფიკები და ასე შემდეგ, ნუ ყოველ შემთხვევაში ესე გვეუბნებიან. აი შეგვიძლია აქვე გადმოწეროთ, დამულოთ ჩვეულებრივად. და ესე ძალიან სასიამოვნო დიზაინით ხდება, ნუ ესე გვაჩვენებს რამდენი დარჩა და ასე შემდეგ. ძალიან მაგარია, ნუ პირველ შთაბეჭდილებებსაც შეეხება ძალიან ყვაყოფილი ვარ. ნუ აი ამ კონსოლს ველოდი, აი არ ვიცი რაღაც ძალიან დიდი ხანი, მეგობრებო. რაც შეეხება პირველ თამაშს, ჩვენი პირველი თამაში იქნება, როგორც შეგვიტყვით, Spider-Man-ი. Miles Morales-ი, ესე ქვია, მუქი ძმა იქნება ჩვენი Spider-Man-ი ამჯერად და დავიწყებთ Maximum Zeg ამ ჩვენი თამაშის გასვლას. ეხლა მე ამით დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონებათ, იმედია შეაფასებ დადებითად, როგორც გითხარით დასაწყისში ეს არის ესეთი შინაურული მიმოხილვა, ნუ მიმოხილვა არა, ეს უფრო არის unboxing-ი და პირველი შთაბეჭდილებები. საერთოდ აქ ხმა მინდა გითხრათ. ნუ პრინციპში ჯერჯერობით რაც არის დატვირთული, არაფრით. მაგრამ ძალიან უხმოა. ძალიან ლამაზია, ძალიან დიდია, ძალიან სწრაფია და იმედია ესეთი მაგარი იქნება ამისი თამაშები. მოკლედ. კიდევ ერთხელ მადლობა, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ PlayStation 5-ზე და ასე შემდეგ. ჩვენ კი შევხვდებით ჩვენს შემდეგ ძალიან მაგარ და ძალიან მაგარ და საინტერესო ვიდეოებში. რა თქმა უნდა, თეო შემოგვიერთდება ჩვენს მომავალ ვიდეოებში და დაგემოვნებოდ დავაბრუნოთ არხზე, თორე ხალხი უკვე უკმაყოფილოა და არ შეიძლება ეს. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობა მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად. მეგობრებო, ესეთი პატარა ჩართვა გავაკეთეთ ახლა. მოკლედ, შევედით ამ თამაში, რაც მე გითხარით, რომ გვაჩვენებს კონტროლერის შესაძლებლობებს. ძალიან მაგარი ვიბრაცია აქვს, აი ძალიან მაგარი ფიდბექი აქვს. შოკში ვარ. ეხლა უყურეთ. გამოვდივართ თამაშიდან. ჩაოლებრივად, ხო, აი არც არაფერი, ხო? აი ჩაოლებრივად ეჭირება, ჩაოლებრივი ღილაკია, ხო? შევედით უკან თამაში, ეხლა უყურეთ. გამაგრებული ხოა? უნდა ჩააწვეთ კიდევ უფრო მაგრა, რომ ამუშავდეს. და სამხარეს აქვს ეხლა ვიბრაცია. დავაწვევით მეორე მხარეს. აქაც, ნუ ხომ მივხვდით რა, ძალიან მაგარია, ეს იქნება შუთერებში რაღაც სასწაული. მაგრად იგრძნობა. უსასწაული, ხო, აი ძალიან მაგარი იქნება რა. ამას შემდეგ რა გვაქვს? ნუ ეს ტაჩბარი გასაგებია, აქაც ვიბრაცია გვაქვს. უფრო გზნობიარე გახდა, მეგობრებო, მინდა გითხრათ. შემდეგ. ნუ ეს პატარა რობოტები. ყველაფერს გრძნობ. გზნობი როგორ ჩაიყარა აი. აი ეს ყველაფერი თვითონ შიგნით არიან რა, ეხლა და ეს გზნობ რა. ძალიან მაგარი რაღაცა, აი ძალიან. და ახალი სენსორი. სული შებერვით უყურეთ ახლა. Xbox-ი ჯობია.
არ ვიცი. და ნუ ეს პატარა სპოილერი იყო და დანარჩენს უკვე ვნახავთ ერთად დეტალურ მიმოხილვაში. კარგად.